რა საკიდან უნდა აუზარდოთ ჩვილი? რა საკიდან? აი ახლა ჩემი აზრით ბავშვი იზრდება ჩასახვამდე. ჩასახვამდე? რო არ ჩაგისახია ბავშვი, მაშინ იზრდება ბავშვი უკვე. იმიტომ რომ ის ციური სამყარო არსებობს. მე ეს რწმენა მაქვს, ღმერთს ამჯერა და ისე ღმერთის ვისაც ჯერა, იმისთვის ის სამყაროც არსებობს. ხომართალია და ბავშვს ჩადებული ხასიათი მოაქვს. ამრიგად თუ ბავშვს ნატრობ შენ და შენი მეუღლე ერთად და დაიძინეთ და თანაზე და აბა მოდი და აბა ასე და შვილი გვეყოლოს და აბა შენ და შეიძლება დედამ შვილი სიზმარშიაც კი ნახოს, მამები ვერ ნახულობენ შვილებს, მომაშვიდებს სიზმარში. აი ბავშვს იქ ამზადებს შენთან მოსასვლელად. და როცა დედას ბავშვი მუცელში უზის და მე-16 კვირაშია ბავშვს შენი ლაპარაკი უკვე ესმის მუცელში. შენი ლაპარაკი თუ კარგად ლაპარაკობ, სოციალერსები, ეფერები, კაი მუსიკა ჟღერს აქაურობაში, ხო? სიყვარულობიანი ლაპარაკი უკვე ლაპარაკს სწავლობს, იმიტომ რომ ლაპარაკი რო იბადება, მაშინ კი არ სწავლობს. ის ფუნქცია, რომელსაც ლაპარაკი უნდა აითვისოს და მე გამოაშკარავოს, ის ფუნქცია უკვე იწყებს მოქმედებას, რომ ასე ჩქარა ბავშვი ვერ ამეტყველდებოდა. არა? ამრიგად როგორ ელაპარაკები მეუღლეს? როგორ რაზე საუბრობ? მეუღლესთან რა ლექსებს კითხულობს, რა უყვარს, რა არ უყვარს, რომ უხვალ სახში, როგორ დაიჩუქებ მეუღლეს წინ და ამ უცელზე მოეფერები და იმ ბავშვს რაღაცა შეძახებ. ეს ყველაფერი აღზრდა. იმიტომ მე უგზავნი, ჩემს თავს უგზავნი ბავშვს, აი ეგეთი ხვდები მე შენ, აი ესეთი მიყვარხარ, აი ესეთი უკვე შეუგზავნი მას და მისმა სულმა მიიღო ესენი. ბავშვს კი არ ეყურება ესენი. სულმა მიიღო. იბადება და მე უკვე რა თქმა უნდა პირველი 2 კვირა ეს ძალიან რთული კვირაა ბავშვის აღზრდაში და მე ჩულობას გადის და სხვა. ეს უკვე სხვა ეტაპებია აღზრდისა. ალბათ ყოველი დღე მნიშვნელოვანია განსაკუთრებით. ყოველი დღე შემოჯერფას განსაკუთრებით პირველ დღეებში პირველი 2 კვირა ძალიან საშიში კვირეებია. ეხლა რო აგესნათ რატომ რისის ძნელი რთული სალაპარაკოა და რთული კვირეებია, თუ ეს კვირეები არ დავიცავით, ბავშვს ცხოვრებაში გახვდება ანაბეჭდები. რაღაც ხატების ანაბეჭდები და თუ ეს ანაბეჭდები ცუდია, ეს როგორც თესლი ჩავარდნილი, რომელმაც უნდა გაიღვიძოს 1, 10, 15, შეიძლება 30 წლის მერეც. რასაც ჩვენ კომპლექსებს ვუწევთ. არა და ბავშვს დარჩა ეს სულში ჩაუვარდა დაბადებიდან. ხო? ეს 2 კვირა რთულია. და მერე 3 წლამდე ბავშვი ყველაფერს ბეჭედივით აღიქვამს. მერე კი აზრებს, ზოგს უარყოფს, ზოგს მიიღებს. მანამდე ამერიკად მამა როგორი ამ წლებში როგორ ეთამაშება, არა როგორ გროვენ ერთად, როგორ აშენებენ და ანგრევენ, როგორ ხატავენ, როგორ გარბიან. ო წავიყვანე პატა და ვეუბნები, მოდი აქედან იქამდე მანძილი გავზმოთ. მივიდივარ 1 თვლას ვასწავლი არა და 2 წლნახევრისა. 1, 2, 3, 4, 5 იმას გამოვიდა 30, მე გამომივიდა 18. ვა. 30 ბევრია როგორ? ხომტოლი უნდა იყოს ორივეს. ისევ მოვდივართ, ისე იმას გამოდის 32, მე გამომდის 17. ისევ არა? აი ესეთი ამოცნები თუ არ გამოიგონე ბავშვისთვის, როცა განვითარება უნდა, ის განვითარებელი დაგრჩება. ვინ გააკეთოს ესა?